მუხა რატო არ აჩვენებს უყურე როგორ აჩვენებს მე არ ვიცი მე რა ვიცი რა აჩვენებს როგორც ასპორტის აჩვენებს დილა მშვიდობის ძირფასეო მე როგორც ყოველთვის მშვენია წიოკით ვიწყებ დილა კი არა და საღამოა თითქმის 4 საათია ესე იგი კაი მეცდავლებ ამას ყავისთვის ვადუღებ წყალს თაფა მიდგას ბავშვებისთვის უფრო სწორედ გეგასთვის მიდგას იმიტომ რომ გეგა არაფერს არ ჭამს ისეც მარტო საცივის წვენს ოლივიე გუშინ დამამიწყდა გამომეტანა დაიცა მივულოცე აი მოგილოცეთ და მავიწყდა ესე იგი დღეს არის ბედობა ჩვენი პირველი ფეხი მუხრანი იყო თუ ჩაითვლება არ ვიცი და ვინც იცით და მიწერეთ ანუ გარეთ გასული 12 საათის მერე შენ 12-ის მერე არ მოხვედი? თუ ხა 12-ის მერე არ მოხვედი ბიჭო? პირველი საკმარისი. ხო, აი, მუხანისი გამოდის პირველი ფეხი. ვეუბნებ ფეხებს მოგალეწავ თუ ცუდი ფეხი გექნება თქო. ფული ხო გაჩვენე? მე ორჯერ ვიყავი ჩემს სახლში მეკულე და ორჯერვე გავთხოვდი და ამიტომ აღარ ბედა უკვე. შედასიცა მოდაცემოთ ერთმანეთი. აქაც ცემოთ ერთმანეთი მოგიდო ვიდეოში. კაი სანახაობა იქნება დახოცეს. აი? დავაი. ვინ ძალადობს მუკიტოზე? ესენი უკვე მორჩა. ჩემი დაკონტროლი კაცია კაცი. მუკიტო, რაც გავყევი მაგის მერეა. სამი ეშილებს ვიცავარ, აი ესე ტანზე რომ დავაყენე. ხო მუკიტო? ესე ტანზე სად იყო კაცო, არა? ესე ტანზე არ იყო, მაგრამ სულ დალურჯებული მაინც დადიოდა ჩემი ხელიდან. მარტური, უყვარს თათულისდერა, გააკეთის. ეხლა ცვილფასებო. მე ხასიათს მაინც ვერ გამიფუჭებს ვერავის დაგრძელებული ენა და დაგრძელებული ცხვირი, რო იცოდეთ რა. და სხვათა შორის ძალიან მაკვირდება ეს ადამიანი, ცვილფასებო. თუ სადმე რამე ნაოჭი მაქვს, ითვლის და ძალიან მეშინია კამერასთან აი ესე ახლოს არ მოვიდე კიდე სხვა რამე ნაკლი არ აღმოაჩინოს. მოკლედ არა ეს მართლა სერიოზულობით დავწერე კი არა და ვთქვი იმიტომ რომ დღეს დილით ესეთ კაი კომენტარი კი არა და მესიჯი შემხვდა ჩემს Facebook-ზე მესენჯერზე გამომიგზავნა რა როგორც ყოველთვის ჩვევიათ ხოლმე ინკოგნიტო იმებით ინკოგნიტო გვერდებია გვერდები ქვია მაგას Facebook გვერდი ინკოგნიტო ხო დაფარული რა მოკლედ ხო სახელი და გვარი კი ეწერა მაგრამ არაფერი ფოტო არ ქონდა შიგ რო აი მისიც მენახა რო კარგად ჩამეხედა მეც ერთი ვინ იყო რა იყო როგორი იყო მაგრამ არა ესეთებს თავის გამოჩენა რცხვენიათ დაკომპლექსებულები არიან ძალიან ესეთი ადამიანები ბოდიშით ადამიანებს არ უწოდებ ხოლმე მე იმათ ხო და კი მინდოდა მეწერა მაგრამ მერე მაინც ესე უპასუხო დამეტოვებინა ვამჯობინე კიდე შექმნის მერე ახალს კიდე მომწერს კიდე იპოვის რამეს ხო ტრაგი და გადმოგდებული დადიხარო თუ სულ ტრაგი გაქო გადმოგდებულიო თუ რაღაცა 18 წლის გოგო კი არ ხარო მუცელი დაგვერდებიო თუ რაღაცა კიდე ეგეთი ხო და ძალიან მომწონს მე ჩემი მუცელით გვერდებით და ჩემი თავი სხვათა შორის მარტო ერთი რაღაცა არ მომწონს და იმას გამოასწორებ აი ხა ნაოჭები აი მე ხალხო რა ვიცი მე ადამიანებს როგორ არის იცით თაობები რო ვიცვლებით ყველას
საბოლოო ჯამში ყველას გვაქვს ეგ ნაოჭები და გვექნება ასე რომ 120 ლარიო 5 კილოიანი ინდაური, მაშინ ის იქნება და 300 ლარიანი, შენ სახში რაც დაკლეს 12 კილოიანი ყოფილა. სუფთა ის გაბუდული. სუფთა, ხო. გაბუდული გამოშიგნო. გამოშიგნო. 12 კი. ერთხელაც ისეთი არა, ერთხელ 8 კილო იყო თუ 9 ჩვენ ვერ ვიყავ. ვაი, ხო. ხო და მოკლედ ძვირფასებო. დღეს ბედობა არის. ვინც კარგები ხართ, ყველას გისურვებთ კარგებს და კეთილ ადამიანებს ყველას გისურვებთ ყოველივე კარგი დაგბედებოდეთ. სიკეთე, ხვავი, ბარაქა, რა ვიცი, რაც კი რამ ინადროთ, ყველაფერი კარგი თქვენს ცხოვრებაში მომხდარიყოს, მაგრამ ზოგიერთ ადამიანებს როგორებიც არიან, ისეთი ცხოვრება ქონოდეთ ზუსტად. თვითონ როგორი ადამიანებიც არიან, მეც და სხვებსაც. იმათ რომ შემომიხდებიან ხოლმე იმათ ვუსურებესზე. საღამო მშვიდობის ჩემო კარგებო, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? მოკლედ ძვირფასებო მე ხა ამათ ხო დედიკო ამის თუშახო ვიდი მამიკო მოგიძებნის და მე რა ვიცი კითხავთ თქვენ და მოკლედ ძვირფასებო მე ხა ამათ უნდა გამოუცხო ხაჭაპური ყველი არის როგორ გითხრათ ხაჭოსავით მე მგონი კი ხო და რატო მე მგონი მაცივარში რომ გაყინული რომ მქონდა თავი და მაგიტომ არასოდეს არ მოსვლია. გაყინოს ესე და არ ვიცი. რატომ არის? დედა ხო დედა, ხო. ხო ჩახდედიკო თუ იპოვეთ, აი გოგო ხარ. მოკლედ დიდი ჟარნა შევდგე კი. მომდეა ანთებულ. მგონი კი, მაგრამ არ ჩანს გახურებული რო იყოს. ანუ ეს ცოტა დავამატებდე. Yes. ცოტა არა მე მგონი. დილით უნდა დამუხანის, მაგრამ სომი საყინულში მქონდა, მერე გამახსენდა. ცოტა არის ამიტომ სულ პატარასაც გამოვაცხობ არხის დასატოვებლად. სარუნდა. მაგით ვერ ჩავდე ვერანაირად. თედიო მიდი და მამიკო თმას გაგიკეთებს. თმას გაგიკეთებს მეთქი და მამა მიდი თვის რეზინა გამოიტანე იქიდან შენ. მიდი და ის ჩაგიყოლიოს ნახე? ვითევი? ხო დედიკო და ის ჩაგიყოლიოს შარვალიდან რომ გიჩანს ზემოთ მაიკა.
გოგოასთან? Mashno. არა უშავს, მძივია. Maderiko. ხო დედიკო. Mione nahe Lakshmi. გიყიდე დედა, კიდე უკეთესებს გიყიდე, კარგი? გამოვართ მე მთეას, მე მივალ ერთი დღე და გამოვართ მე სამსახურში რო გავა. მთეას აქ პირველ სართულზე ცხოვრობს, იმ გოგოს აქვს. აი ეს ბიჟუტერიებით, მისაბნეები და რაღაცეები და მანამდეც გამოვართ ვიადასთვისე, კიდე გამოვართ. Eti vipuli. იყო, ვენდე, რამდენი ხანი ვეძებდი, სად იყო? Iski. Me chemchmishatsepse ikola. დედა შენ შემოგევლე, დე, როგორ უყარხა დედიკო ეს, დე. ჩემი ლამაზი გოგო და ჩემი ჭკვიანი დედა სტილისმა, დედი, გაგიკეთო? Nani. მე გავიკეთე, ხა მეორე მოვძებნე. მოდი ესე ვიყოდი. დედიკო სტილისმა გოგოა ეს. დედიკოსი. ჭკვიანი გოგოა. დედიკო მცელოფანი აიღო ლოგინიდან. ხოდა ძალიან ჭკვიანი გოგოა და. როიცოდეთ. აი აქ იყოს. მოკლედ ესე შემოკარგებო. კაი, ეხა მინდა კვერცხი, ზეთი. კვერცხი და ზეთი და ცილა შევინახოთ. აი ამაში. პატარაში. მუხა გავუკეთე გეხვეწებით, მა. გეხვეწები ვერ შეიძლება. Edi mechmak kochi. შენდგა კოჩი. ყუს. Atareto. კაი, მიდი იქ ეწადი ეხა შენ. მიდი ამ გაბურძგნელი თვით აქ ნუ დადიხარ. ხო. მედია ორს ეყოფა. სხვათა შორის მახსოვს ლენა დეიდა. აი თბილისში ბინაში რო ცხოვრობდი. იმან აი ასე გულისგან აკეთებდა რაღაც ნიღავს და სახეზე ისმევდა. ესეთი კაი იყო. იმას შვება რა, გადატკეპნის ხოლმე სახის. კაიდე, შეინახე იქეთ, მიდი კვერცხში, იმაში, კუში ჩადე. ოღონდ უნდა გაიხსნას კარგად. და მერე. კარგი. ასე იყოს, ეხლა. გამოვიღო ჟარონა. არა ჯერ გავაფრთხილო. კაი. ფაფას დავაფარო ერთი წუთი. სად მაქვს? ხარბინდა ჩვენ. ასაბყელებელი. ზოგჯერ ხელითაც გამყავს ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ წუხელა ესე იგი არ დამიძინია, საერთოდ არ დამიძინია. მთელი ღამე გავათენე, დღეს დავწექით 11-ის ნახევარზე. ხო და ავდექი
3 წუთებზე. ასე იყო. ასე იყო, ასე. ეს დიდი შარონა. ეს არ არის რძით მომზადებული ცომი, მოზრდილი ცომი არ არის. წყლითაა ჩვეულებრივად. ოღონდ სხვა ყველაფერი აქვს, რასაც რძესთან ერთად ვუშვებოდი. ისინი არაძე არ მქონდა. Put the fries in the bag. Put the fries in the bag. Put the gigas in the bag. Put the fries in the bag. Put the gigas in the bag. გოდე, Fries in the bag. ნუ აყივლე. Put the gigas in the bag. გოდეძი. Fries in the bag. Put the fries in the bag. Put the hamburger in the bag. Hamburger. Put the hamburger in the bag. Hamburgers. Put the hamburger in the bag. ყველს არ ვაყრი ზემოდან. აი ესე. წყალი ადუხდა ეხა. ამდენი გასარიცი კი მაქვს, მაგრამ ყავაზალებაც მინდა ყავა რო დავვლი. კარგი. Put the gigas in the bag. Oh, got it. Put in the bag. და არის დე. Put the golden poo in the bag. Put the golden poo in the bag. Put the gigas inside. Stupid gigas. ამას დავჭრი. Eat and drink tea and you're in the toilet. Nobody ამაზე ესებში მიყვარს საერთოდ. რატომ ავიკვიატე არ ვიცი, მაგრამ მიყვარს. ძირფასება ამ ფირფიტებს მე არასოდეს არ ვნამავ. რავი, არ საჭიროებს ხოლმე, თავისით გამოდის ძალიან ფაფუკები. Ega. გოდე ჩაუწვე. კი შეგეშინდება ადამიანს რომ ნახავ რომ ძალიან გამხმარივითაა რო აცხობა მის ფირფიტებს, მაგრამ თავისით იმაშვება რა ქვია. კრემი არ ვიღებს ძალიან. მე ამ იმაში რაც არ მომწონს, ეგ არის აი ეს ზემოთ მინანქარი. დანარჩენი ყველაფერი მომწონს. ზემოთ მინანქარი რო აქვს, მაგას ვერ ვიტყვი. და მე არ გამომდის, აი თხელი ვერ გამომიყვანე. გამომდიოდა და ეხა ამ ბოლო დროს ვერ. ბევრი კრემიც კი არა აქ ხედავთ, მაგრამ მაინც ძალიან რბილია. ეხა ამას აქ არა, მე ტორცაც დავუდებ გვერდზე. აი ეს.
ბიჭი. აი, მინანქარს ესე ვაგდებთ. ესეც მომემატა ეხა. გასარეცხი. გავრეცხე და სათქი მინდა რომ გავწევ და მაცივრის, მაგრამ და რამდენი გასარეცხი მოვაგროვე უცებ. აუ მუსიკა, ვისგან აღწევს? ესე ძალიან ბიჭო ხმა? აი მოკლედ. ესეც ასე. ესე დავაპაუზო, თორე მუსიკა მიშლის. Good. Come on, that's it. ასე ცხოვრობთ. მოდი. გოდე. ხაჭაპური ასამალე გაკეთე? სტრაფი იყო. სტრაფი იყო მარცხა. აქ. წესიათ გოდე. სიძვიათ. გეგა ჭამე. როზე. შა, აი უყურეთ. სალამაზია. წავშვა. ო, რა ლამაზია. აი უყურეთ. უდნავიცი და სოგანყვა მასთან როგორ მოუხდა გეგა ჭამე დედიკო არ არის ხელი ხოლე შეჭამე დედიკო აქ დაჯექი ბიჭო და გემრიელად შეჭამე მერეც მოასწრე დედიკო მაგის ყურედას ღმერთო აი ეხა ისიც გასარეცხი იმას რაზე გადავიტანო სხვა რამეზე
გეგა ბიჭო არქში ნაჭამი არ ხარ შვილო დაჯდე კიდე შეჭამი ერთი ნაჭერი მიდი კიდე მოგიტან რედიკო შენ შეჭამი და კიდე მოგიტან ასე გადმოვიდა ეს არის ის ბოლო პატარა გეგა ჭამე კაი ფასო მე გავეცხავე ხა და მოვალ მე მოვლეცხავ და მე დავიღებ ყავას მოგლეთ მოვედი ეხა მივირთვათ მელას კუდი და ყავა ესე მეჭამია ეს ტორტი რაც არის სულ მე შევჭამე იმიტომ რომ ეს ბიჭები სულ ამას მიირთმევენ და ტორტის სულ მე შევჭამე და მაცივარში რომ არ მიდევს ეგ წუხილ ჩავდე მხოლოდ აი რომ დავნამე თან ეს ფორთოხალი ცოტა მომჟავო რო იყო ბისკვიტზეც არის გადასული ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ მაცივარში უცებ გინდა 1 საათის შემდეგ 1-2 საათის შემდეგ 1 საათიც არაფერს არ უზამს რო შევდოთ მაცივარში უკეთესი იქნება აი ახლა ხო თაფლის გამოგაკრავს ათანაბრებს აბალანსებს
ისე დამუარად. მინდა არაფერი არ ხდება ჩემთან. მარტო. ჩემს სოფელში ისეთი თოვლია 5 დღეა, მე 6 დღე შუქი არ აქვთ. საჩინოში. კიდე რაღაც იყო დაწერილი და მაგიტო არის რომ ვიდეოს უყურებ. არასდროს არ უყურებ ხოლმე და არც არ მაქვს იმის ის რა ქვია, როგორ გითხრათ. კომპლექსი. ჭამის აი ჩემ ბავშვობაში რო იყო რომ აი ვიდეოს რომ მიუშვებდნენ ადამიანებს და არიქა ჭამას რომ მიატოვებდნენ, ეგრე არ მაქვს იმის კომპლექსი რომ არიქა და რაღაცნაირად უჟმრულად მივით მე თქვა ან პირს ვაკეთებ უჟმრულად ან რამე თქო და არც მაგიტო აი ხა კიდე რომ ვაკვირდებ ვეცნობი მაგარია ტკბილია ოღონდ სიცივე მოდის კოდე საწოლო თახის ფანჯარა დახურე კიდოს წინავს იმ ყველს ვერ გამოვიყენებთ ძალიან ლაშია ძალიან და ვერ შეჭამ ახეთ დამჭა ტკბილია საჭმელი არ მიჭამია და მარტო ამებით ვარ ტორტებით და იმით ცივა ეს დაბალზე აყენია დაბალზე აყენია დედაჩემის მამი და ცხოვრობდა ანუ სოკუროვა იყო გვარად ქმრის გვარზე იყო გადასული ჯულიეტა სოკუროვა ხო და ჩვეულებრივად დადიოდა აფხაზეთში დედაჩემის მამი და არ ვიცი ცოცხალი არის თუ არა მაგრამ იქ ცხოვრობენ დღესაც კი
სამ ბიჭები მოუკლეს აი ომის პერიოდში. ხო და ეს მეორე მამი და ეს სოკუროვა სულ დადიოდა და იმას ნათელა ერქვა, ოღონდ არ ვიცი ქმრის გვარზეა თუ არა ისიც. და მარტო ეს დადიოდა. ჯულიეტა სოკუროვა ყველგან სადაც გინდა რა ვიცი, რუსული კარგად იცოდა. დედაჩემის მამიდაშვილი ჯარის მერე ეგრევე ლატვიაში წავიდა. იქ ცხოვრობდა, იქ ცხოვრობენ დღესაც კი მისი ცოლიშვილები, შვილიშვილები. ხო და ეხა ეს რას მოვაყოლე. იყო ძალიან აი როგორ გითხრათ, ეს დედაჩემის მამიდა იყო ძალიან სვეტსკი ქალი. აი რესტორნების და იმების გარეშე საჭმელს რო არ მიირთმევენ და ფული ქონდა ძალიან კარგად, ოღონდ მხოლოდ თავისთვის ქონდა, ეხა ძალიან უჭირდა დედაჩემს და ჩვენ რა ბავშვობა რაც მახსოვს, მაგრამ არანაირი ხილის წაკვრა საერთოდ არავისგან არ ახსოვს ჩემს ოჯახს მაგალითად, მე არ მახსოვს მაგალითად და მომგალით. ხო და დედაჩემს თავის მამიდაშვილი შეიძლება უგზავნიდა, მაგრამ მამიდას ძალიან უყვარდა ფული და ასე რომ სხვისთვის არ ემედებოდა. და ანუ მოკლედ ყველაფერი არ მინდა რა მოვყვე და მოკლედ ეხლა რას მოვაყოლე, იქ იმას მოვყვები მარტო. და ერთ დღესაც რესტორანში არის თურმე რაღაც კერძს მიირთმევს და მოშტერებული ყოფილა ვიღაც. უყურებს თურმე და ესეც მხოლოდ იმას ვინახავდა, იმისგან ვიცით და მე თვითონაც მოყვა, კი ესე გავაკეთე იმან რომ მოყვა. იმის გამო რომ მოჩერებოდა ამ დედაჩემის მამიდას მუშტერებოდა ხოლმე იმის გამო რომ მიირთმევდა, არ ვიცი რატომ მიაშტერდა ეგ ადამიანიც და ამდგარა და პირდაპირ სახეზე რაც იმას წინედო იმ ვიღაცას ის შეუსხამს. ანუ არ არის სწორი რომ ესე მასშტერდები, რა ვიცი. არ ვიცი ეს დედაჩემის მამიდა სწორად მოიქცა თუ არა, მაგრამ დღეს მაგალითად სულ არ აინტერესებს ადამიანებს ვინ მიაშტერდება გინ ჭამის დროს და გინ საერთოდ სულ არ აინტერესებთ, ყველაფერს გვერცაულიან, მაგრამ მაშინ ესე მოიქცა, ეს მახსოვს. აი არის უნდა ის რომ მიაშტერდა ადამიანი, როდესაც მიირთმევდა რაღაც კერძს. მოკლედ ეს იმას მოვაყოლე ძვირფასებო იმ დედაჩემის მამიდის ამბავი. ესე მოიქცა რესტორანში თქო რომ ვისაც არ მოგწონთ ხოლმე ადამიანის ყურება მაგ პერიოდში, როდესაც რაღაცას მიირთმევს, შეგიძლიათ ასკროლოთ, არ უყუროთ და ასე შემდეგ, რა ვიცი. და მის მინდოდა მიდიარებრის. ამ ყველაფერს მოვაყოლე ეგ ამბავი. მიჭდება ერთი უჯუკი.